მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. შიმშილობის 32 დღე თავისუფლება მზიამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. როგორ ხდება ქალაქში, ვინ უნდა მოაწესრიგოს სანიაღვრე არხები და ვინ უნდა მოუაროს? რცლად გთავაზობთ სიუჟეტს. კადრებში ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ მთავარ სანიაღვრე არხს ხედავთ. საიდანაც წყალი ჟონავს და ტერიტორიას ტბორავს. ეს რამდენიმე თვის წინ არის გადაღებული. კადრები ადგილობრივებმა მოგვაწოდეს. ახლა ტერიტორია ასე გამოიყურება. ზარებიდან წყალი არ ჟონავს, რადგან იგი გაყინულია. ასევე გაყინულია დაზიანებული სანიაღვრე არხის მიმდებარე ტერიტორია. ამ ქუჩაზე მცხოვრები ირაკლი პეტრიაშვილი გვეუბნება, რომ 2 წელია წყალი მის კარ-მიდამოს ტბორავს, რის გამოც მიწის ნაკვეთი გამოუსადეგარია. გვეუბნება, რომ საკითხის შესახებ მერიას დაახლოებით 1 წლის წინ აცნობა და პასუხად პრობლემის მოგვარების დაპირებაც მიიღო, თუმცა ვითარება უცვლელია. ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე დღეს იმყოფებოდა. სანიაღვრე არხს დაზიანებები და ბზარები სხვა ადგილებზეც გასდევს. ბზარებთან ერთად არხს გრძივად დასდევს დაბინძურებაც. არხში ამოსულია წყალმცენარეები. მაშინ, როდესაც ახალციხის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სოფელში დაბინძურებული სანიაღვრე არხები მოსახლეობამ უნდა გაწმინდოს, რადგან სოფელში ასე ხდება. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ ხდება ქალაქში და ვის ევალება სანიაღვრე არხების მოწესრიგება. იგეგმება თუ არა და როდის სანიაღვრე არხების დაზიანებების შეკეთებაც. კითხვით ახალციხის მერიას დაუკავშირდით. ამ დროისთვის მათგან პასუხის მიღებას ველოდებით. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით 222 მეტრის სიგრძის სანიაღვრე არხი ახალციხის მერიამ 2020 წელს 200.000-ზე მეტ ლარად მოაწყო. ორგანოების ფუნქციის მოშლის მზარდ რისკზე საუბრობს ვივამედის კლინიკის დირექტორი ზურაბ ხაჩიძე. მზიამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზიამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. მას 32 დღეა საკვები არ მიუღია. ამაღლობელისა და სინდისის ყველა პატიმრის განთავისუფლების და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ახალციხეში. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ტელეკომპანია იმედს 5,000-მდე ლარს გადაუხდის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განთავსებისთვის. გამარტივებული შესყიდვა გარდაბნის მერიამ 2025 წლის იანვარში გააფორმა. ის 11 თვეს გასტანს და მომსახურეობის პერიოდში არაუმეტეს 38 რელიზის განთავსებას გულისხმობს. ეხლა კი ტრადიციულად გიტოვებთ ამბებს ოკეანის მიღმა. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TalkTV.G და Facebook გვერდს TalkTV. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე. Rachel, thank you so much for this interview. Rachel, მადლობა ინტერვიუსთვის. როგორც იცით, ქართული ოცნება ცდილობს, რომ გაამკაცროს ნებისმიერი კანონი, რომელიც რაიმე ფორმით ქუჩაში მყოფ დემონსტრანტებს შეიძლება შეეხოს. მათ ადმინისტრაციულ საქმეებზე დაკავების ვადა 15-დან 60 დღემდე გაზარდეს. შედარებისთვის, ბელარუსში ადმინისტრაციული დაკავების დრო 15 დღეა, რუსეთში კი 15-დან 30-მდე ადმინისტრაციული დანაშაულის ხასიათის მიხედვით. ეს რიცხვები და შედარება რას გეუბნებათ? Does this comparison and do these numbers tell you something? Yeah. Well, first, thank you for reaching out to Human Rights Watch. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ Human Rights Watch-ს მოგმართეთ. ახლა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე გავამახვილოთ ყურადღება. რაც შეეხება ქვეყნებს შორის შედარებას. რუსეთი და ბელარუსი მძიმე ავტორიტარულ მიმართულებას უკვე წლებია მიხვევიან. Human Rights Watch-ი ცდილობს ქვეყნები არ შეადაროს ერთმანეთს და ქვეყანა მხოლოდ თავისსავე მონაცემებისა და მოვალეობების მიხედვით, ადამიანის უფლებების იმ ვალდებულებების მიხედვით შევა,
საუფლდაფასოდ, რომელიც მათ საკუთარი ნებით დააწესეს. თუმცა ამის მიუხედავად, რიცხვები რა თქმა უნდა ბევრზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ვცდილობთ საქართველოს, ბელარუსს ან რუსეთს არ შევადაროთ და ეს არც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ რიცხვებზე და რიცხვების საკმაოდ ობიექტური რამაა. მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ საქართველოში, რომელსაც საბჭოთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი მემკვიდრეობით ერგო, ადმინისტრაციული დარღვევის დრო 90 დღე შეამცირეს. ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან დაკავებული უფლებები იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული დარღვევისთვისაა ადამიანი დაკავებული, მკაცრად შეზღუდულია. ასე რომ ვფიქრობ, ძალიან მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება ამ დღეების გაზრდას 60 დღემდე ცდილობს. ეს უფრო დიდი სურათის ნაწილია, სადაც ქართული ოცნება ცდილობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ კრიზისი გამოიწვიოს. These are not the only changes. There are multiple changes. თუმცა ეს არა ერთადერთი ცვლილება. საუბარია იმაზეც, რომ ზოგიერთი ადმინისტრაციული ბრალდება სისხლის სამართლის დარღვევად გადაკვალიფიცირდება. საჯარო პოლიტიკური მოხელეების სიტყვერი შეურაცხყოფა დასჯადი გახდება, დახურულ შენობებში პროტესტის სპეციალური ნებართვის გარეშე ჩატარება აკრძალული იქნება და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რატომ ამკაცრებს საქართველოს მთავრობა კანონებს და ეთანხმებით თუ არა საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც შიშობს, რომ ხელისუფლება ამ კანონებს მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ გამოიყენებს? That Georgian government might use this against peaceful demonstrators and against their political rivals. Yeah. Well, it's all the things that you just said in terms of the ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ და ის ცვლილებაც, რომელიც აქამდე უკვე შევიდა ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში, სრულიად განურჩეველი, თვითნებურია. ვგულისხმობ იმას, რომ თუ არ ვწდებით ცვლილების მიხედვით, ეგრეთ წოდებული პრევენციული დაპატიმრებაა დაშვებული და ხალხის დაპატიმრება სრულიად უმიზეზოდ შეუძლიათ. შეიძლება გეგონოს, რომ უბრალოდ დემონსტრანტი ხარ, რომელიც მთავრობის ქმედებებს აპროტესტებ და ამ დროს მთავრობამ დაგაკავოს სრულიად თვითნებურად. რაც შეეხება იმას, რატომ აკეთებენ ამას. როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლებას ქვეყანა ადამიანის უფლებების კრიზისამდე მიხავს. დავიწყოთ იმით, რა მოხდა გაზაფხულზე, როდესაც მთავრობამ ეს ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის კანონი მიიღო, რომლითაც ნათლად ცდილობს ჩაახშოს ოპოზიციური და კრიტიკული ხმები და სრულიად გაწმინდოს ქვეყანა ქართული არასამთავრობო სექტორისგან, რომელიც ასეთი ენერგიულია. არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან კრიტიკულები არიან მთავრობისადმი, არსებული კანონების ალტერნატივებზე მუშაობენ და საქართველოს მოსახლეობას უამრავ სერვისს აწვდიან. ასე რომ ვფიქრობ, ხელისუფლებას ძალიან სურდა არასამთავრობო სექტორზე უკიდურესი კონტროლი ჰქონოდა. ასევე მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია შეეჩერებინა, რაც ქართველი ხალხის უმეტესობის ნების წინააღმდეგ წასვლაა, ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს ყველა განსხვავებული ხმა. ვფიქრობ, ისინი იმ გზას ადგანან, როდესაც ცდილობენ, რომ პრევენციულად შეზღუდონ და ჩაახშონ ნებისმიერი განსხვავებული აზრი და შეზღუდონ საზოგადოებრივი ქმედება. როგორც ჩანს, ისინი მუდმივად ქმნიან წინააღმდეგობას, მუდმივად ახდენენ სიტუაციის ესკალაციას, რომ შემდეგ ყველა ოპოზიციური ხმა ჩაახშონ. As you mentioned, it all started with so-called როგორც თქვენ თქვით, ყველაფერი უცხოეთის აგენტების კანონიდან დაიწყო. საქართველოში დემონსტრაციები სხვადასხვა პერიოდულობით გასული წლის აპრილიდან ტარდება. ნახეთ პოლიციის სხვადასხვაგვარი მიდგომაც დემონსტრანტებისადმი. თუ თავიდან ისინი წყლის ჭავლს, სავარაუდოდ რეზინის ტყვებსა და ფიზიკურ ძალას მიმართავდნენ, ახლა ისინი დემონსტრანტების სახლებში შედიან, ჩხრეკენ, აკავებენ მათ, სცემენ და სხვადასხვა ინფორმაციით დაკავების შემდეგაც ძალადობენ და აშინებენ მათ. როგორ აფასებს თქვენი ორგანიზაცია იმას, თუ როგორ უმკლავდება პოლიცია ასეთ სიტუაციებს? arresting them. How your organization, how Human Rights Watch is assessing how police is handling the situation? Well, we have been documenting the violence against protesters and the ჩვენ აღრიცხული გვაქვს დემონსტრანტების, აქტივისტების, სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები. ამის დოკუმენტირება 2024 წლის ადრე გაზაფხულზე დავიწყეთ, როდესაც საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრანტებზე უმოწყალო თავდასხმები განხორციელდა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი აქციაზე იდგნენ, არამედ მაშინაც, როდესაც ისინი თავიანთ სახლთან იდგნენ, ან უბრალოდ ქუჩაში მიდიოდნენ, როდესაც მას შეურაცხყოფას აყენებდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი. ამ თავდასხმების ხასიათიდან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ თავდასხმა კოორდინირებული იყო და ასევე ადვილი მისახვედრი გახდათ, რომ ისინი საკუთარი ნებით არ მოქმედებდნენ და დავალებას სხვებისგან იღებდნენ. ასე რომ ყველა ასეთი შემთხვევა აღრიცხული გვაქვს. საქართველოს პროკურატურასაც მივმართეთ, ვკითხეთ, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდნენ გამოძიებისთვის და არა დამოკმაყოფილებელზე უარესი პასუხი მივიღეთ. გარდა ამისა, აღრიცხული გვაქვს უშუალოდ აქციებზე მომხდარი სპეცრაზმის სრულიად
უმოწყალო თავდასხმები ხალხზე, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში იდგნენ. არ არსებობს აბსოლუტურად არაფერი, რაც ამ ტიპის ძალადობას გაამართლებს. ასევე ვერაფერი გაამართლებს იმას, რომ როდესაც პოლიცია ხალხს გამოათრევდა და პოლიციის კორდონის უკან მიათრევდა, სადაც მათ უმოწყალოდ სცემდა, მაშინაც კი, როდესაც ისინი უკვე ძირს ეცემოდნენ. ამის ერთადერთი მიზანი არის დასჯა, შურისძიება და სხვებისთვის დასაშინებელი გზავნილის მიწოდება. გარდა ამისა, როგორც თქვენ ახსენეთ, არის მთელი რიგი სხვა ქმედებები, რომლებიც ხელისუფლებამ განახორციელა ხალხის დასაშინებლად. დაკითხვა მათი სახლების რეიდები, მათთვის იმის თქმა, რომ სისხლის სამართლის გამოძიებას დაიწყებენ, ან სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაბარება და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ მათ მანამდე ერთგვარი გაშავების კამპანია ჩაატარეს გასულ გაზაფხულზე და ახლანდელი სიტუაციისთვის ნიადაგი შეამზადეს. გახსოვთ, რომ ამ კამპანიის დროს თბილისის მასშტაბით მათ პოსტერებზე ცნობილი სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების თუ პოლიტიკური აქტივისტების ფოტოები გააკრეს და მათ ჩირქი მოსცხეს. მოღალატეების, ეკლესიის და სახელმწიფოს მტრები ეძახეს. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ ადამიანების წინააღმდეგ საზოგადოებრივი სიძულვილის და ეჭვის მობილიზებისთვის, რათა მათი დემონიზაცია მომხდარიყო. ასე რომ სახეზე გვაქვს დემონიზების მცდელობა, ძალაში ახლად შესული კანონები და ფიზიკური ძალადობა. ეს ყველაფერი ავტოკრატიის მშენებლობის საყრდენია. ესაა ნაბიჯები ადამიანის უფლებების მხრივ კრიზისის გამწვავებისკენ, რომელსაც ქართული ოცნება დგამს. You partially discussed თქვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ დაკავებულებზე. განიხილავს თუ არა თქვენი ორგანიზაცია მათ პოლიტიკურ პატიმრებად. ბევრს ჯერა რომ ისინი პოლიტპატიმრები არიან, რადგან დაპატიმრებულები პროტესტზე ყოფნის გამო ჰყავთ. only because they were protesting on the streets. Yeah, we try to look at ყველა საქმეს ინდივიდუალურად განვიხილავთ და ვცდილობთ იმდენი საქმე განვიხილოთ, რამდენიც ფიზიკურად შესაძლებელია, რადგან ახლა ასეთი უამრავი საქმეა. მაგრამ როდესაც ხელისუფლება ვინმეს აპატიმრებს, ან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, თუ ადმინისტრაციულ ბრალდებას თვითნებურად პოლიტიკური მიზეზების გამო წაუყენებს, მაშინ დიახ, ჩვენ მივიჩნევთ მათ ადამიანებად, ვინც პოლიტიკური მიზნით იდევნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა გარემოება და საქმე ინდივიდუალურად უნდა შევისწავლოთ. for political reasons, when it's politically